რეკლამა დასრულდა, ვაგრძელებთ საუბარს. ანუ ჩვენ გვაქვს რაღაც რამოდენიმე წელი კიდე, როდესაც ქართული ოცნების ხელისუფლებას მეტნაკლები უფრო მეტი ეფექტურობით შეუძლია კონკრეტული რაღაცების გაკეთება. და აკეთებს კიდევაც. რეფორმა პრემიერმა ისაუბრა იმედში, განათლების რეფორმა არ არის საჭირო განათლების რეფორმა, როცა ძლიერი ოპოზიცია ყავს, შეიძლება ეფექტურად ვერ გაატარო. ამ შემთხვევაში შენ კარდულაში გაქვს, რომ გააკეთო კარგად. ფასების დარეგულირება, კორუფციას დაბრძოლა და როგორც ხედავთ, მიდის ეს ამბავი კარგად მიდის, იმიტომ რომ შედეგები არსებობს და ვუყურებთ ამას. უბრალოდ რა არის ჩემს საფრთხეებზე რომ ვისაუბროთ? რა არის საფრთხე? საფრთხე არის გარედან მომდინარე რაღაცა ამბავი, როცა შეიძლება გაექცეს ან ვინმეს გარე აქტორს და რაღაცა ჩვენს მახლობლად, მაგრამ რაღაც სამყარო ძალიან პატარაა და გლობალურია ამ კუთხით რაღაცა ცუდი ამბავი უბედურება არ მოხდეს, ან დევნილების დიდი ნაკადი, ან ასე შემდეგ. აი მე ამ საფრთხეს ვუყურებ. ეს არის ძირითადი საფრთხე ჩვენი ხელისუფლების გონიერების იმედი რა თქმა უნდა მაქვს, მაგრამ არ ვიცი სხვები რას იზავენ. აი ირანის და ამერიკის გაცვლა და ისრაელის დარტყმების ეს იყო ძალიან დიდი საფრთხე და არის კიდე შენარჩუნებული. საფრთხებზე ვილაპარაკოთ რა. ეს ოპოზიცია და ეს რაღაც სიგიჟე არ წარმოადგენს საფრთხეს. შეიძლება, იმიტომ რომ საქართველოს შემთხვევაში ცირარი მოდი ასე ვნახოთ. პირველ რიგში ოპოზიცია დიდი ბოდიში კადიროვი რომ ამბობენ რომ მიდის კადიროვი, ხო? რო ვერ შეძლოს რუსეთმა იქ დაჭერა ჩეჩნეთში და ამბავი აქვს. არა მგონი ეგ მოგვარი მე ასე ვთქვათ ჩემთვის ძალიან უცნაური პრინციპით რომ ჩეჩეთის ომი დავინტერესდი და ძალიან კარგი ექსპერტად ჩავუყალიბდი. არ ვიცი რატომ. ხო და ჩეჩნეთში მოგვარებულია ეს თემა ეს კადიროვების კლანი თუ არა იქ სხვა კლანის გამოსტა აფტი ალაუდინოვის გადააბარებენ რომელიც ეს თემა ანუ მე რას შეიძლება ანუ ყველაზე მთავარი გაკვეთილი რაც ჩვენ ბოლო წლებში მივიღეთ ჩვენი რეგიონთან დაკავშირებით არის ისა ჩვენი რეგიონი ნუ არაადეკვატურია და ამასაც უნდა შევეგულოთ ანუ ჩვენს რეგიონში ნებისმიერი მასშტაბის სიგიჟე მოხდეს, რომელსაც ანუ აბსოლუტურად ვერ განსჭი, იმიტომ რომ ანუ გაიხსენეთ, ანუ აზერბაიჯანმა და სომხეთმა იომეს უკვე ორჯერ და ეხლა სომხეთი ლამის არის, ანუ თუ მანამდე 30 წელიწად წერდა რომ აზერბაიჯანი მათი ეგზისტენციალური მტერი იყო. ეხლა იძახის რომ ყველაფერს გადაგაბარებთო. ანუ ვერ ხვდები ის, როგორ შეიძლება ხდებოდეს სახელმწიფოში, მაგრამ ყველაფერი არის შესაძლებელი, შევად ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ გავაგრძელოთ ის ტენდენციები, რომელიც აქვს აღებული ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თემა ეხლა არის წინასწარი, ანუ პრობლემა ახლა კი არ არის, ჩვენ წინასწარ აი ასე ვთქვათ წინასწარ ვახდენთ მის ლოკალიზებას, ანუ რას გვიუცხობ, იგივე განათლების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ქართულ ოპოზიციამ ორი საქმე გააკეთა. კარგი საქმე გააკეთა რომ მოგშორდნენ საკუთარი ინიციატივით, მაგრამ ცუდი საქმე გააკეთა. თვითონ მოგშორდნენ. ქართულ ოპოზიცია. ანუ აღარ არსებობენ რა, ანუ ქართული ოპოზიცია როგორც რეალურად აღარ არსებობს, ხო? ანუ მათ ეს ყველა თან თვითონ არ მოგშორდნენ, თვითონ ხალხის დაეხმარა და აი სამაუსტრანი იგი დაეხმარა, იცი? არ აყვა პროვოკაციებს. ანუ მე რას გულს შეხედე აი სუნძის პრინციპი დამამს რომ გამარჯვება ოპონენტშიაო და დამარცხება საკუთარ თავში ქართულმა ოპოზიციამ რომ ეს წარმოაჩინა ეს არის აი იდეალური ილუსტრაცია ამ მაგალითად იმიტომ რომ ვერ ნახავ ბოლო 5 წელიწადში ნაბიჯს რომელიც ჭკვიანური იყო ყველაფერი ნაბიჯი იყო ერთმანეთზე უფრო უარესი და ანუ რატომ მე რა რომ ეს ქმნიდა საფრთხეს, რომ ძალიან ბევრი პრობლემა შეიძლება ქართულ ოცნებას გაჩენოდა, მათ შორის კორუფციის თვალსაზრისით. აი, გადალახეს, კი ბატონო. და იმიტომ რომ ეს ბრძოლა ეს იგი დაამყარა. ამ ბრძოლამ სერიოზული ის აღმოფხვრა ის წინასწარი საფრთხეები, იმიტომ რომ მოდი თქვათ რა, ნაციონალურ მოძრაობამ გახსოვთ თქვენ ალბათ რომ ბოლო წლებში როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, კორუფცია არათუ შეამცირეს, არამედ დაიყვანეს რაღაცა სახელმწიფოებრივ დონეზე და შესაბამისად ეს დაუჯერობის სინდრომი ქონდა.
გამოწვევა სხვადასხვანაირი შეიძლება გქონდეს. მე მაგრამ გამოწვევა არ არის სამხედრო, ხო? არსებობს კიდე სხვა გამოწვევები. ის რომ უშუალოდ ჩვენ მეზობლებთან, ფაშინიანთან მიმართებაში, ხო? ეხლა აზერბაიჯანი ცოტა დიდ გულზეა ჩვენ ნახეთ მაისი განცხადებები და ეს განცხადებები თლად მე მგონი არ შეესაბამება იმ მასშტაბებს, რა მასშტაბებით აზერბაიჯანს აქვს, მაგრამ აზერბაიჯანი გასაგებია რომ მოელის ხო თუ თურქეთის ზეგავლენა მაღალია და მოელის იგივე ირანში მთელი პრობლემებს ელის ეს და გასაგებია რომ იქ საკმაოდ ბევრი აზერბაიჯანზე მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს ირანში ვიდრე აზერბაიჯანში. ეს სერიოზული დესტაბილიზაციის რაღაცა წყარო შეიძლება იყოს. მეორე ახლა იქ ტრამპს განაცხადა რომ რამდენად რეალური არ ვიცი, მაგრამ განაცხადა ხო რომ არმადა, საზღვაო არმადა ირანისკენ მიდის და ნახოთ თუ საჭირო იქნება. ეს შეიძლება მუქარა იყო, მაგრამ შეიძლება არა. ხო, აი ვერ გაიგებ მაგას. ხო ეგეთი სიტუაცია და გასაგები ხა სადნო წამოვიდნენ ირანელები იქ სუნიტებთან ვერ წამოვლენ, ხო? იქით ვერ წავდნენ, წამოვლენ ჩვენი მიმართულებით და დევნილების ნაკადი საკმაოდ პრობლემურია. თუ ისაც თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით, ხა აზერბაიჯანს და ფაშინიანიც აცხადებს, რომ ხო, აი ეს სატრანზიტო გზა. ეგ ახლა მართლა არის ჩვენთვის გამოწვევა, არა იმდენად ზანგეზური საერთოდ არ არის, არამედ თუკი თვითონ ერევანი გახსნის თავიანთ საზღვრებს თურქებისთვის და ეგ პრაქტიკულად ნიშნავს რომ თურქულმა ეკონომიკამ და აზერბაიჯანულმა გავლენამ სომხეთი შეიძლება დასრულდეს იმ კადრები მე მგონია რომ სომხეთი ამით როგორც სუვერენული სახელმწიფო დასრულდება მაგრამ ისეთ პოლიტიკას ატარებს ეს ფაშინიანი ყველა საკუთარი რაღაც იდენტობის ყველა ინსტიტუტს შეუტია მათ შორის ეკლესიასაც შეუტია რა ვიცი ისტორიის რევიზია დაიწყო რაზეც იდგა ეგ ისე რა ქვია არა, ცნობილი იდეები, რომ ისინი არიან და გენოციდი და რაღა დროს გენოციდი თქვა და ეს ეკლესიაზე დარტყმა. ხო, ანუ ეს ისეთ რაღაცებს შლის, კი, მე ვფიქრობ, რომ გადახედო საჭიროებდა, მაგრამ ეგეთი ქირურგიული რაღაცა ეს უბრალოდ საკუთარ სახელმწიფოს ჩამოშლას ემსახურება. ანუ იდენტობის და არ ვიცი ახლა მე საბოლოოდ მგონია რომ ეგაც რაღაცა ფაშინიანის დრო მე მგონი იწურება საბოლოო ჯამში და უფრო კრიზისში შედის მისი პოლიტიკა. მაგრამ მაგას თავი დავანებოთ ფაშინიანის შემდეგ ექნება თუ არა სომხებს იმის ძალა რომ ისო შეინარჩუნოს საკუთარი სუვერენიტეტი ეგ გამოწვევა ჩვენთვის მოდი ესე ვთქვათ ისტორიულად ავიღოთ რა. ჩვენთვის ყოველთვის პრობლემა იყო ის რომ ჩვენ ვიყავით ისლამურ კალში. მე-19 საუკუნეში გაჩნდა ორი გამყოფი ჩვენს მეზობლად. ერთი იყო სომხეთი, რომელმაც ეს თურქული ისინი ერთიანი სივრცე გაყო ორ ნაწილად, ბუფერი გახდა და მეორე ჩილოთ კავკასიაში ეს ჩილოთ ოსეთის შექმნა, რომელმაც ეს ორი მუსულმანური ის რუსების გამარჯვების, ხო. ეს ეგ ჩვენ შეიძლება ახლა სხვადასხვანაირი დამოკიდებულება გვაქვს ოსებთან, მაგრამ ობიექტურად ესე იყო, იმიტომ რომ კალში ვიყავით ყველა მხრიდან გვიტევდნენ. ესეთი ერეკა მეორეს რუსებმა გაიმარჯვეს ქართველი გენერლების დახმარებით. და ეხლა რომ ესეთი მოირღოს ეს იქნება ჩვენთვის რა თქმა უნდა გეოპოლიტიკური საფრთხე. მე ამას ხედავ, მაგრამ არც ამას კიდე გლობალური საფრთხე და ეს გლობალური საფრთხე რა თქმა უნდა უკავშირდება იმას რომ ხა ტაქტიკურ ბირთვულ ესე იგი რაკეტებზე ისე საუბრობ ეს ჩვეულებრივი რაღაცა მე გადადის ძალიან მალე სტრატეგიულში. არ მაგაზე არ ვლაპარაკობ, მით უმეტეს ჩვენ აქედან არაფერი არ ხო, ანუ ეგაც ნიშნულოვანი საფრთხე და რას თავარია ესეც დავამატოთ. თავარი საფრთხე არის ის რომ ეს საბოლოო ჯამში აქ რაღაცა არეულობებისა და ტერორისტული აქტების მე არ ვამბობ საქართველოში მე ვამბობ აი იმ გზაზე რაც შუადერეფანს აქვს და ეგ პრობლემები მაგალითად ახლა ექნება ავღანეთსა და პაკისტანის ტერიტორიაზე ეს შემთხვევითი არ არის და გასაგებია რომ ეს მართული ქაოსი არის იქ და აი ამ გზის უსაფრთხოება არის ჩვენთვის საერთოდ მნიშვნელოვანი. ნუ ამაში ამის თქმა მინდოდა ზუსტად რომ ეს მნიშვნელოვანია და ჩვენ ნახეთ რეალურად ხო წინა კვირაშიც რომ აი თქვათ და ამ ბოლო პერიოდში რომ სუსმა რამდენიმე ასეთი სცენარი აღკვეთა და ეს ცხადია ყველა მიცის ესეთი სცენარები არსებობს და ესეთი აღიკვეთება
სამომავლოთაც. მე ვიტყოდი ასევე რომ ირანის ეს შეიძლება ძალიან ეფემერულად ჟღეს ეს დაშლის და შემდეგ აქ ტალღის წამოყვება. ხო, ყოველ შემთხვევაში, მაგრამ მე მაინც ვიტყოდი რომ აი შეიძლება ხა თვითონ ეს პიროვნება დუგინზე ვამბობ, არ არის თქვა ცენტრალური, თქვა რუსული პოლიტიკის გამსხვრელი და მაინც ულტრანაციონალისტური იმპერიალისტურ მხარეს მიეკუთვნება, მაგრამ ის ფარაზა რომ მას თქვა ეს სუვერენისტული კავკასია საქართველოს არ უხავს, ხო, საქართველოს სომხეთი, აზერბაიჯანი არ აწყობს იქ რაღაც აზრით ეს შეიძლება შორეული საფრთხეა, მაგრამ ერთი მე ისე ხდება რომ ეს ულტრანაციონალისტური მხარე შედის ხოლმე მეინსტრიმულ პოლიტიკაში და მე ვხედავ რომ რუსეთსა და საქართველოს მიმართებაში შეიძლება იყოს რაღაცა ტიპის ასე ვთქვათ ესეთი მომენტები, მაგრამ მე მაინც მგონია რომ დღეს როგორი ბალანსიც არის ამის შენარჩუნების საშუალება საქართველოს აქვს აი ძალიან მოზომილი პოლიტიკით და მე მგონია რომ ამის მთავარი ბირთვი არის ჩინეთი ჭოუციენთან იყო ბატონ ელჩთან ინტერვიუ სადაც მან ისაუბრა მთელ აი ამ საქართველოს მნიშვნელობაზე მე მგონია რომ აი ქართული ხელისუფლება რეალურად არის სწორ გზაზე დამდგარი იმიტომ რომ აი ეს ჩვენ რეალურად შევიცვალეთ მოდუს ვივენდი ხო ანუ არსებობის მოდუსი აქამდე მთელი სისტემა იყო იმაზე რომ აი ეს რევოლუციური ზეწოლები მართლა ხო ეხლა რო ლაპარაკობს ოპოზიცია თქვა ვაშაძე დილას გამოვიდეს თუ საღამოს ეს ხდება იმიტომ რომ ესე დამარცხენ და აი მელკი შე როგორც გიყვარს ხა მელკი თემებზე ოპერირებენ და მაშინ 4-5 წლის წინ ანგრევდნენ ქვეყანას და გადარჩენა არ გადარჩენის თემაზე ვიყავთ ეხლა რა მოხდა დადგა პოზიტიური დღის წესრიგი მართლა და სახელმწიფომ და ერმა მოიცალა იმისთვის რომ რაღაცა იმ პრობლემებს მიეხედოს რაც აწახებდა განათლების პრობლემა ნარკოტიკებთან კორუფციასთან ბრძოლა, კიდევ ფასებთან ბრძოლა და დემოკრატიის წინსვლა და ასე შემდეგ. და მე მგონია რომ აი ყველაფერი ამეებს ხადი იქნება საფრთხე ამ პოზიტიურ დღის წესრიგს დაარტყავენ ისინი, მაგრამ მგონია რომ სწორ გზაზე ვარ და მაგრივ წარმატებების შანსი დიდია. საერთოდ შეიძლება საფრთხეს. ოდითგანვე საფრთხეები ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება 1 საუკუნის შემდეგაც და 10 საუკუნის შემდეგაც. ანუ ის ჩვენი მეზობლები, იმპერიები, დიდი ქვეყნები არსად არ წასულან, არ ჩვენ არსად არ წასულვართ, ისე ვიქავართ, იმათ თავიანთი მიზნები და ამოცანები აქვთ, უბრალოდ შეიცვალა დრო, ეპოქა და სხვა ფორმით ხდება ეს ყველაფერი, ეს დაპყრობები, ხო, ახლა რეალ პოლიტიკა ხო დაბრუნდა, ხო აღარავის აღარ უმალავს, ახლა დაიწყო შეერთებულმა შტატებმა, მე ძალის პოლიტიკას ვიყენებ, ეს მინდა, უნდა მომცეთ ჭირდება, ძალა მაქვს და მეკუთვნის და ასე შემდეგ, ხო? უკვე ვისაც რაზე მიუწვდება ხელი, ეხლა ცდილობენ რომ გადალაგძრენ ისე რომ ვიღაცას ეს ტორტის ნაჭერთან რო არის დაკავშირებული, ვიღაცამ რაღაცა ჩაიგდოს ხელში. ასევე ჩვენისთანა პატარა ქვეყანამ აი ამ გადალაგების დროს უნდა იპოვოს გამოსავალი და რაღაცა კეთილდღეობა საზოგადოებისათვის და ქვეყნისათვის. დიდი არაფერი არ შეცვლილა, ხო? ეხლა თუ ვერ დაინახავ ადამიანი, თქვათ და აქამდე შეიძლება რაღაც დემოკრატიის სახელით გატყუებდნენ და ტყუდებოდი, დღეს უნდა მიხვდე, რომ არ არსებობს დემოკრატია, არ არსებობს ის მიზნები, რაზედაც მაგალითად გვიმტკიცებდნენ, რომ იცი რა, თურმე რაღაც გერმანიის ან ნებისმიერი ევროკავშირის ქვეყნის ხელისუფლებები რო აფინანსებენ ჩვენთან არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ზრუნავენ ჩვენს კეთილდღეობაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და ასე რაღაცა სწავლები და ჯანდაცვაზე. ეხლა ხო ხვდებით რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი, დადგა პოლიტიკური ფული შემოგვიდა. რა თქმა უნდა, ეხლა დადგა დრო, ეპოქა იმისი, რომ აგერ არის დედამიწა, ტორტი და ინაწილებენ ეხლა ვის რა შეხვდება, ვის რამდენი რაღაცა დაითრევს რა თქმა უნდა დიდი ტერიტორია ექნება რისი მეშვეობითაც მე დომინანტობას გააგრძელებს თუ ვერ გააგრძელებს და ასე შემდეგ ეს არის ეს ეხლა რაც შეეხება ორი სიტყვით აუცილებლად ირანთან დაკავშირებითაც უნდა შევეხო ირანის დაშლა რეალურ ხელისუფლების ჩამოშლა რეალური არ იყო შეხედეს სურათს რომ ვერ ჩამოიშლებოდა ანუ იმ დოზით ვერ დაარტყავდნენ რომ ჩამოშლილიყო და მის რა თქმა უნდა თქვენს უარი იმიტომ ამას ხო თანმდევი უკუ ეფექტებიც ექნებოდა რა კონსოლიდება შეიძლება მოხდარიყო ხალხის კონსოლიდაცია არა ეს ერთი მაგრამ იმისი კითხვა არის კაცო ის წესროდა რა თქმა უნდა თავისთავად ის ბაზებს ხო ესროდა რა თქმა უნდა ის ხო სპარსეთის ყურეში მდებარე ქვეყნის საუდის არაბეთში ყატარი სადაც არის და სადაც ბაზები აქვს შეერთებულ შტატებს იქ აუცილებლად ისროდა რაკეტას ეხლა უყურე იმ ქვეყანაში შეიძლება დიდი არაფერი სასწაული არ მომხდარიყო მაგრამ იმ ქვეყნის ბაზას რო დაარტყავ
ანუ ესენი ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები არიან. ნავთობის ფასები გაიზრდება. იმ შენს ქვეყანაში, ანუ საზოგადოება პანიკაში ჩავარდება. ამას მოყვება რაღაცა ეროვნული ვალუტის გაუფასურება. ასე შემდეგ უამრავი თანმდევი უკუ ეფექტი აქვს. მე იქ სპარსეთის ყურეში, ანუ აი წეღარო ვამბობდით, ხო ის რაღაცა დამრტყმელი ძალა არ ყავდა იმისთანა, რომ ირანში შიგნით დაერწყა. ამიტომ ესეც უკუ ეფექტის მომცემი იყო. მე ჩვენ არ დაგვაუწყდეს ისრაელის ფაქტორი. არ დაგვაუწყდეს რუსეთ თავარი რაც არის. რუსეთის და ჩინეთის ფაქტორი, რომლებიც ასე თქვათ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ შეერთებულ შტატებთან, ელაპარაკებოდნენ და აშკარა რაც იყო რუსეთი და ისრაელი ერთმანეთს. მაგრამ ქურთები გაიწინა მის გამო. კი ბატონო. ქურთებმა სირიაში. კი. სირიაში ხო პროცედურები განვითარდა, აგერ მან ხეირი ნახა, რა ქვია, თურქეთმა. ქურთებს ხო, სირიაში ანუ ხო ხედა ვინც გავლენა. კი ბატონო, როგორ ლაგდება? თურქეთმა გაიმარჯვა რა. თურქეთმა გაიმარჯვა და ამხარა კონტროლი. დიდი ხნის, ასე თქვა, თავისი პრობლემა მოაგვარა. ანუ ეს რუსეთი, ჩინეთი და ისრაელი და რუსეთი ლაპარაკობდნენ ირანში იმასთან, რა ქვია, ამერიკის დარწმუნებთან დაკავშირებით. ანუ წარმოვიდგინეთ. ირანი ელაპარაკებდა. არა, ირანი არა, რუსეთი როგორც შუამავალი, ისრაელი. ანუ წარმოვიდგინე, ისრაელი. ირანი ელაპარაკებდა რუსეთი. როგორი ჯაჭვი იყო შეკრული, რომ ამას მოყვებოდა ძალიან ცუდი ეფექტი. ამიტომ ერთი რომ ხელისუფლებასაც ვერ ჩამოშლიდნენ და უკუ ეფექტებს მიიღებდნენ და ხა შეერთებულ შტატებში არ გაძვირდებოდა ნავთობი, როგორ არ გაძვირდებოდა კაცო. და ასე შემდეგ უამრავი ნიუანსია და ამას არ უყურებენ. ამას რაღაცა ეს გონიათ რომ რაღაცა ზღაპარია და გამო მერცი რაღაცა სიტყვის და ის არის თურმე მეტრი. არა, ესე არ არის. ეხლა რაც შეეხება აუცილებლად უნდა ვთქვათ ქართულ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, თუნდაც ეხლა რომ დავაკვირდეთ რა, აი რას ნიშნავს დებატების დღის წესრიგში შემოტანა რა. ეს არის პოლიტიკური სვლა და ხელისუფლება მის რაუნდი ხო მოუგო ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას გავანებოთ ოპოზიციის მეტი ყველაფერი პოლიტიკოსები არ არიან და ხა ოპოზიცია რანაირად არის. ხო? ის რაუნდები მთლიანად მოუგო და დარჩა მოწინააღმდეგის გარეშე. მე როდესაც ეხა ვიღაცას თუ გონია რომ ეს დებატები როდესაც შემოვა დღის წესრიგში თქვათ ეს იმას ნიშნავს რომ ხელისუფლებას უნდა ისევ ვაშაძე და ძმანი მისნი ჩაძირონ. დამთავრებულია მაგათი ამბავი, დამთავრებულია ახლა რომ გამოხდნენ და იცი რა პოლიტიკურ ამას ვიზავთ, იმას ვიზავთ და ამბიციების რომ გაუჩნდა გირჩი ზურაბას რომ პრემიერთან თურმე დებატები მოისურვა ბიჭმა. არა ეგენი არც არიან გათვალისწინებული. აქ არის ახალი პოლიტიკური ძალის დაბადებასთან დაკავშირებით ჯანსაღი ძალა. ეხლა დებატები პოლიტიკურ ურთიერთობაში არის მთავარი იარაღი. ანუ თუ დებატების უნარი არ გაქვს, პოლიტიკოსად ვერ ჩამოყალიბდები. და გადამწყვეტიც არის, ხო, ჩვენ ხო ვიცით შეერთებულ შტატებში ერთ დებატებს გადაუწყვეტია ხელისუფლების ბედი და ასე შემდეგ. ანუ აქედან უნდა წამოვიდეს აი საზოგადოებაზე რომ საუბრობთ ხოლმე სამოქალაქო საზოგადოებაზე, იქედან უნდა წამოვიდნენ ჯგუფები, ვიღაცეები შეირჩის. ანუ თვითონ ხელისუფლება გამიზნულად აყალიბებს ისეთ გარემოს და ჯგუფებს, რომლებიც მერე გამოჩნდებიან როგორც ხელისუფლების ჩამონაცვლებლები. ხელისუფლება არ აყალიბებს, უბრალოდ გარემოს ქმნის რომ გარემო, კი ბატონო, ანუ იმ გარემოთი რა თქმა უნდა არ აკონტროლებს. შეგნებულად იმას გარემოს აყალიბებს. ანუ დემოკრატიული მართლობა არის ესეთი. მე შევქმნი გარემოს, არავის არ დავბლოკავ, ანუ აღარ იქნება. ანუ ექნებათ საშუალება აი ფორმულაზე რომ თუ არ უნდათ თუ რაც ქვიათ მაგათ, ხო? არ მიიწევენ, ხო, უამრავ რაღაცას მალავენ, არანაირი კეთილდღეობა, აი არაფერი არ შუქდება. თვითონ აგერ საიას თურმე 2024 წელს გაუსაჩივრებია არჩევნებთან დაკავშირებით და რაღაცა და უარი რო უთხრა ევროპულმა სასამართლომ დამალეს და ასე შემდეგ უამრავ რაღაცას მალავენ. ანუ სივრცე გაიხსნება და ამ სივრცეში გამოჩნდება მაგალითად აი თქვენაირი კარგი ბიჭები, რომლებიც დებატებში მიიღებენ მონაწილეობას და საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა არა მხარდაჭერა და არა მესმის ძალიან კარგად მესმის. ხო, მხარდაჭერა ექნება და წამოვე და იქნება ჩამოყალიბდეს რეალური ოპოზიციური ძალა. აგენტები აგერ სასამართლოს მეშვეობით იქნება. როცა ელაპარაკები აგენტი რო გელაპარაკება, რანაირი დებატი უნდა შედგეს? ადამიანი არ დავალებით მოსული.
იმას ხო ვერ გადაარჩა. ხო, არა, რა თქმა უნდა, ანუ დებატში მონაწილეობას მიიღებს ის, რა თქმა უნდა. ვინც უნდა რეალურად იდებატოს კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით. ხო, იქ რაღაცა, ვინც სპეციალურად ლანძღვაგინებაზე იყვნენ გადასული. დარწმუნებული ვარ, მაგისთვის ემზადებიან, რომ აი რაღაცა ექსცესი მოაწყო. რა თქმა უნდა, უნდა ჩაშალოს, ხო? ეხლა ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყანაში ფასების დარეგულირებას საზოგადოებისათვის სასარგებლოდ ხო, იმ ჯგუფის რანაირად შეიძლება რომ იმან თქვა პოლიტიკურ არა, რა დებატები უნდა გამართოს. ხო, ანუ არგუმენტების გარეშე ეწინააღმდეგებიან ფასების რეგულირებას და აგერ გამოჩნდა თურმე ყველა ის ჯაჭვის ის რგოლი თქვა, ხო? ყველა იძახის რომ რესურსი არის იმისა, რომ ჩვენ ფასები დავარეგულიროთ. შესაბამისად ესე იგი შეიძლება და ეს ნებით ხდება არც არავის ძალას არ ატანს და ჩვენ ხო ხედავთ მეში რა ქვია პირდაპირ ეთერებში მიდის ეს ყველაფერი ანუ არის როგორც კი აი შალვა და დავამთავროთ წინა წელსაც ვამბობდით რომ დაამთავრდა ის რაღაც არჩევნები რომ გადავაგორეთ სიგიჟე და ახალი წლიდან რომ ხელისუფლება უკვე გადავა პოზიტიური დღის წესრიგის შექმნაზე გადავიდა ბატონო პოზიტიურად ნახე რამდენ საკითხს არის ერთდროულად გაჭიდებული. ანუ ამას ვინ უშლიდა ხელს? ხო, თქვენ წარმოიდგინეთ რომ იმ ევრო ბიუროკრატების მხრიდან რამდენი ზეწოლები არ ყოფილიყო, რევოლუციის მცდელობები და უბედურებები, ხელისუფლება რომელიც დღეს აკეთებს ამას დაიწყებდა 3 წლის წინ პირობითად. 3 წლის წინ, 3 წლის შემდეგ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. არა, ეგ გასაგებია. ხო და ვინ უშლიდა მეთქი ამას ხელს მაგის თქმა მინდა, ანუ 3 წელიც და 4 წელიც და 10 წელით ამ მავნებლებმა შეუშალეს. არ არსებულ გადაწყელებებს ებრძვი ხა. რა თქმა უნდა, ხო, არისო მაგისი. რო არისო და საშუალებები არისო. შესაბამისად უკვე გადავედით ამ ყველაფერზე და ახალგაზრდების წინა პლანზე წამოწევა აუცილებლად ჩანს რომ თელი დღე ეტერებში ატრიალებენ ვიღაცა რუსთაველიძე რომ მიტინგებს დადიან აფრიამაშვილები და ვიღაცა ოხრები სინამდვილეში გონებით გაპენწილი ახალგაზრდები მას რომ კულტურაში სპორტში ამდენი მიღწევები ამას არავინ საზოგადოებას არაჩვენებს იქითა ფლანგზე და ეს ყველაფერი უნდა წამოვიდეს რომ საზოგადოებამ ნახოს რომ ჩვენი ქვეყანა არის ძლიერი და აქ ძალიან დიდი პერსპექტივა და ამ სიტყვებით გემშვიდობებით მოვალ შაბათამდე მეგობრებო ჩვენ შაბათს შეხვდებით ერთმანეთს